ვაჟა-ფშაველაზე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, სპეციალისტები მუშაობენ. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გადაწყდება, სრულად მოხდება თუ არა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ადგილობრივების ნაწილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა. რა ხდება ადგილზე? დილიდან მაკა არჩევნიშვილი მუშაობს ადგილზე და მისგან მოვისმენთ ახალ ინფორმაციას. მაკა, გისმენთ. ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად მარიჯანის 4 ნომერში მდებარე კორპუსი არის თუ არა ავარიული და საჭიროებს თუ არა მოსახლეობა ევაკუაციას. ამაზე საბოლოო პასუხი უნდა გასცეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა, ასევე აქ იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას. ჩვენ საშუალება ჰქონდა ცოტა ხნის წინ გავსაუბრებოდით ვაკის გამგებელს ლევან ყიფიანი ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ვიზუალური დათვალიერებით კორპუსზე არ აღინიშნება რაიმე სახის დაზიანება და შეიძლება ითქვას, რომ არ ჩანს თუ ის არის თუ არა ავარიული, თუმცა როგორც ვაკის გამგებელმა განმარტა, შესაბამისად თბილისის მერია და ვაკის გამგეობაც ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოხდება თუ არა მარიჯანის 4 ნომერში მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. რაც შეეხება აქ არსებულ მდგომარეობას, მარიჯანის 4 ნომერში კორპუსის წინ ეზო გუშინ გვიან საღამოს უხვინალექის შედეგად ჩამოიშალა. ამ ტერიტორიაზე კი, როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრის დროს განმარტავენ, არსებობდა ცენტრპოინტის დაუმთავრებელი შენობა. შემდეგ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ აღნიშნული ობიექტის დემონტაჟი განახორციელა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათ ეზოში პრობლემები. პერიოდულად ხდებოდა მიწის ჩამოშლა ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც აქ სამუშაოებს აწარმოებდა, ვაკის გამგებელი ჩვენთან საუბრის დროს განმარტავს, რომ ეს კომპანია დაჯარიმებულია და შესაბამისად ამ დროისთვის შეჩერებულია ყველანაირი მშენებლობა. პრობლემა დაიწყო დიდი ხანია, რა ვიცი, მე რომ მეკითხებით, დაიწყო ალბათ 10 წელიწადი ასეა, ეს ამბავი ხან შენდება, ხან ინგრევა. რას მეუბნებიან მერის წარმომადგენლები და გავაკეთებთო, ვიწყებთო მუშაობას ახლა დაახლოებით 10 დღის წინ უთქვამდა. მე გუშინ დამაკრინხნა ეს ამბავი. გუშინ დაახლოებით 9 საათზე ქვაბულში მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩვენ გამგეობა, მერიის შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია, ლაბორატორია დაუყოვნებლივ გამოცხადეთ ადგილზე. პირველადი შეფასებით მოხდა კორპუსის შეფასება, საფრთხე-შემცველი იყო თუ არა ცხოვრება. გუშინადაც ვთქვათ, არ არის საფრთხე-შემცველი. ეხლა ველოდებით სამხარაულის ბიუროს, რომ მოხდეს დეტალური კვლევა ამასთან დაკავშირებით. მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნული კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დააჯარიმა და სამუშაოები შეჩერებული არის. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე იმყოფებიან ტერიტორიაზე. ისინი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლობენ სიტუაციას, რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნას. ის ცოტა ხანში უნდა გახდეს ცნობილი. მადლობა, მაკა არჩევნიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.